გადავიდეთ ამოცანებზე 15-17 და ისინი შემდეგ მოცემულობას ეყრდნობაო 8 მაშველისგან, რომელთაგან მხოლოდ 3 X, Y და Z არის ინსტრუქტორი, ხოლო დანარჩენი 5 ABCD სტაჟიორია, 3 ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი პირობების დაცვით. თითოეულ ჯგუფში 1 ინსტრუქტორი და 1 სტაჟიორი მაინც უნდა იყოს. თითოეული მაშველი მხოლოდ ერთ ჯგუფში უნდა იყოს, A და D ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ, B და C სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენ და თუ E და Z ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ B და X ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ, ხო? კაი. და მე-15 ჩამოთვლთაგან ჯგუფების დაკომპლექტების რომელი ვარიანტია შესაძლებელი. უნდა ამოირჩიო აპასუხი და ყველაფერს ზემოდან ქვემოთ შეადარო, ხო? თითოეულ ჯგუფში ერთი ინსტრუქტორი და ერთი სტაჟიორი მაინც უნდა იყოს და პირველ ჯგუფში არის ინსტრუქტორი და სტაჟიორები, არის ინსტრუქტორი და სტაჟიორები, უფრო მეტიც სტაჟიორია და 2 ინსტრუქტორია, რაც უკვე ეჭვს ბადებს და შესაბამისად ბუნებრივია მესამე ჯგუფი დარჩა ინსტრუქტორის გარეშე, არის მხოლოდ სტაჟიორები, ამიტომ ავერსია გამოირიცხა. პირველი პირობის დარღვევის გამო, შემდეგ თითოეულ ჯგუფში ერთი ინსტრუქტორი და ერთი სტაჟიორი მაინც უნდა იყოს, კი ეგრეა. X, Z და Y გადანაწილებულია სტაჟიორებზე. თითოეული მაშველი მხოლოდ ერთ ჯგუფში უნდა იყოს, ანუ ლათინური ასო არ უნდა მეორდებოდესო რა, სხვადასხვა ჯგუფებში. ნუ ეგრე იქნება, რა თქმა უნდა, ეხლა მასეთ ადიუქულას არ მოგცემენ. A და D ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ, მოხდა ეგ, B და C სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენ, ეგრეა და თუ E და Z ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ B და X ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ. შეგახსენებ იმას, რაც მილიონჯერ აღვინიშნავს, რომ E და Z თუ ერთ ჯგუფში იქნებიან, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მსჯელობ, მაგრამ თუ E და Z ერთ ჯგუფში არ იქნებიან, მაშინ შენთვის სულ ერთია რა მოხდება, ამიტომ B არის სწორი პასუხი, ხო? აღარც კი უნდა განაგრძო მსჯელობა. თუ E და Z ერთ ჯგუფში იქნებიან, არ არიან და ვსო. ყველაფერი საშინოდ მოქმედებს. გვერდია უარი, ანუ ბაიფასი გაუკეთე მაგ პირობას. შემდეგ G ვერსიაში რა დაირღვა? თითოეულ ჯგუფში ერთი ინსტრუქტორი და ერთი სტაჟიორი არის, X, Z, Y გადანაწილებულია. ლათინური ასოები არ მეორდება, A და D ერთსა და იმავე ჯგუფშია კი, B და C სხვადასხვა ჯგუფშია კი და აი აქ ამოქმედდა ის მომენტი, რომ თუ E და Z ერთ ჯგუფში იქნებიან და დიახ, E და Z ერთ ჯგუფში არიან, მაშინ B და X-იც ერთად უნდა იყვნენო და B და X ერთ ჯგუფში არ არიან და ამიტომ G ვერსია არის არასწორი ვერსია. პირდაპირ გეტყვი, ხო, D-ში რაც დაირღვა, რა თქმა უნდა ის, რომ B და C სხვადასხვა ჯგუფებში უნდა იყვნენ და ერთად არიან, ხოლო E-ში დაირღვა ის, რომ უკვე მივეჩვიეთ არა ამ პირობებს და ამიტომ ზეპირად გეტყვი, A და D ერთსა და იმავე ჯგუფში უნდა იყვნენ და A და D სხვადასხვა ჯგუფებში არიან და ეგ არის დარღვევა, ხო? ხო ადვილია, მე-12 და მე-15 ტესტი არის უეჭველი ასაღები ქულები, ანუ ყველა ვარიანტში უნდა გააკეთო მან თითო ქულა რა. საერთოდ საქართველოში რა გამოცდაც კი ტარდება, ყველაზე მარტივი არის მე-12 და მე-15 ქულის და ტესტის გაკეთება სამაგისტრო გამოცდაზე. რატო? იმიტომ რომ ჩამოწერილია პირობები, ჩამოწერილია 5 სავარაუდო პასუხი და უბრალოდ შეადარებ რა თითოეულ პირობას, ბულეტს, ანუ წერტილოვან პირობას. თავარია ის გვესმოდეს, რომ თუ აი E და Z ერთ ჯგუფში იქნებიან, თუ არ იქნებიან, უნდა დაიკიდო მაშინ ეგ პირობა შენზე აღარ არის, ხო? კარგი, შემდეგი ამოცანა, ეს არის უკვე მე-16 ამოცანა. თუ X-ი 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელ შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დადგენა, თუ ვინ არის იმ ჯგუფში, რომელშიც არის Y. სხვადასხვის Y-ს თუ დაადგენ, ყველაფერს დაადგენ. ამიტომ, ეხლა მე ერთ რამეს გეტყვი. შეუძლებელია, რომ ყველა ინსტრუქტორი ერთ ჯგუფში იყოს და შეუძლებელია, რომ ერთ ჯგუფში 2 ინსტრუქტორი იყოს, მეორე ჯგუფში 1, იმიტომ რომ მესამე ჯგუფი რჩება ინსტრუქტორის გარეშე და აქ ნათლად არის გამუქებული, რომ 3 ჯგუფი უნდა დაკომპლექტდესო. 3 ჯგუფის დაკომპლექტება ნიშნავს იმას, რომ ერთგან უნდა იყოს X-ი, მეორეგან უნდა იყოს Y და მესამედგან უნდა იყოს Z-ი აუცილებლად. ეხლა ნახე, თუ X-ი 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშიაო, პირველადი დასკვნა, რისი გამოტანაც შესაძლებელია, არის ის, რომ
აი x-ი 4 ხმაშველში როგორ აღმოჩნდებოდა, ხო? მას ინსტრუქტორები არ ეხმარებიან, სტაჟიორებთან უნდა გადანაწილდეს x-ი და როგორ მოხდება ეხა? როგორ და აი ყურადღებით b და c ხო სხვადასხვა ჯგუფშია. ანუ შენ თუ სიტყვაზე a და d, რომელიც ერთ ჯგუფშია, a და d არ ჩაწერე x-თან, მაშინ b და c სხვადასხვა ჯგუფშია და b და c გაიყოფა. და სიტყვაზე c ჩაჯდება x-თან და მერე ჩაჯდება e. და ეს არის მაქსიმუმ 3 კაცი. და 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფს თუ აკომპლექტებ, a და d-ს გარეშე ვერანაირად ვერ დააკომპლექტებ. ამიტომ პირველადი დასკვნა ისაა, რომ თუ x-ი 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფში, აუცილებლად x-თან არის a-ც და d-ც ყველა ვარიანტში. და დანარჩენი უკვე სავარაუდო პასუხებზეა დამოკიდებული. რომელ შემთხვევაშია შესაძლებელი იმის დადგენა, თუ ვინ არის იმ ჯგუფში, რომელშიც არის y, ანუ რეალურად როგორ დაადგენო, ვისთან ვინ არისო. a 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია. ნუ ეგრე გამოვიყვანოთ ეხლა, ვთქვათ c იყოს აქ, მერე იყოს სიტყვაზე e იყოს y-თან და b იყოს z-თან და რა გამოვიდა? ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება შეიცვალოს. ამ შემთხვევაში e არის y-თან, მაგრამ შესაძლებელია სიტყვაზე e ჩაწერო x-თან, მერე ჩაწერო c y-თან და z-თან b. ან b და c-ს გადაუნაცვლო ადგილები და y და b და z და c. და ყველაფერს, რასაც ეხლა ვაკეთებ, არც ერთ პირობას არ ვღალატობ, ყველაფერი შესრულებულია რა. ხო, ან ისიც კი შეიძლება სიტყვაზე z და e ერთად ჩაწერო, მაგ შემთხვევაში ბოლო პირობა ამოქმედება და თუ e და z ერთ ჯგუფში იქნებიან, b და x-ი ერთად უნდა იყვნენ და გამოდის, რომ y-თან იქნება მაგ შემთხვევაში c. ამიტომ როგორც ხედავ, მე რყევობს პასუხები. ამიტომ პირველიც გადაიხაზა a 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფში არაფრის მომცემია, ისევე როგორც d პასუხი გადაიხაზა, რომ d 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია, ისედაც 4 მაშველიან ჯგუფში იქნებიან a-ც და d-ც, ეგ არაფრის მომცემია. ისევე როგორც აი ბოლო პასუხი, მაგალითად e 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია, თვალში მომხვდა უბრალოდ და მაგიტომ მინდა გიჩვენო, რომ e როცა 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია, b იქნება y-თან და z-თან c, ან z-თან იქნება b და y-თან იქნება c და გაურკვეველია ვისთან ვინ არის. ამიტომ e პასუხიც გამოირიცხა და დაგვრჩა ორი ვარიანტი. ან ის, რომ b 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფში, ან ის, რომ c 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია. ხო, მოდი ჩავწეროთ, რომ b არის აქ. ხო, მაშინ მექმნება ორი ალტერნატივა. შესაძლებელია y-თან იყოს c და z-თან იყოს e. ამ დროს ამოქმედდა ბოლო პირობა, რომ თუ e და z ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ b და x-ი ერთ ჯგუფში არიან, მაინც დაკმაყოფილდა ეგ პირობა, მაგრამ შესაძლებელია თუ x-თან b არის, გაცვალონ პოზიციები m და c და e იყოს y-თან და z-თან იყოს c და თუ e და z ერთ ჯგუფში იქნებიან, ისინი არ არიან ერთ ჯგუფში და რაც გინდა მოხდეს, x-ი და b აღარ გაინტერესებს. ამიტომ y-თან ვინ არის და შესაბამისად ვისთან ვინ არის, ზუსტად ვერ არკვევ რა. მაგრამ აი ეს ვარიანტი, რომ c 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია, ეგ უკვე სხვა რამეა. თუ a-ს და d-ს მიუწერ z-c-ს, უკვე შეუძლებელია, რომ z-თან დაწერო e და რატო გეტყვი? იმიტომ რომ თუ z-თან დაწერე e და z ერთ ჯგუფში თუ იქნებიანო, b და x-ი უნდა იყოს ერთ ჯგუფშიო და იქ აღარ ეტევა b, 5 მაშველი გამოდის. ამიტომ აუცილებლად b უნდა იყოს მაშინ y-თან, ხო? მაგრამ პრობლემაა ეს, იმიტომ რომ z და e ერთად არის და b და x-ი კი არ მოხვდა ერთად, y და b მოხვდა. ამიტომ როდესაც c არის x-თან, აუცილებლად ყველა ვარიანტში y-თან უნდა იყოს e და z-თან უნდა იყოს b, რომ თავიდან ავირიდო ის ჩეპე, რომ b და x-ი ერთად ვერ ხვდება, ხო? და მაგას რომ თავი ავარიდო, e და z უნდა გავყო ერთმანეთისგან და ამიტომ y და e იქნება ერთად და z და b და სწორედ ეს არის მართებული პასუხი. თუ x-ი 4 მაშველისგან შემდგარ ჯგუფშია, შევაჯამოთ, მასთან ერთად იქნება a და d. ყველა სხვა ასოზე, რომელიც გადავხაზეთ, ალტერნატივები იქნებოდა, ხოლო თუ c-ს ჩაწერ, z და e ერთად ვერ იქნება, იმიტომ რომ b და x-ი ერთად ვეღარ თავსდება, ამიტომ y-თან უნდა იყოს აუცილებლად ეს
e, რომელიც z-თან ვერ იქნებოდა და მაშინ z-თან b გადანაწილდება და უკვე ყველასთან მათ შორის y-თან იცი რომელი ასო უნდა იყოს, ხო? აი ეს არის მთელი ფილოსოფია ამ ტესტის, ხო? და შემდეგ თუ წავიკითხავთ მაგას, მაგრამ სანამ გადავიტან ამას, კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ სასურველი არის გამოცდა, როგორც ადრე მithქვამ შენთვის, მე-12-დან დაიწყო, იმიტომ რომ მე-12-დან მე-17-ეს ჩათვლით გაბნეული არის 6 ტესტი: 12, 13, 14, 15, 16, 17. საიდანაც 2 უეჭველი ქულა შეგიძლია აიღო 12 და 15-ის მეშვეობით, მაგრამ პირველიდან 11-ის ჩათვლით ტესტები ბევრად უფრო რთული იქნება, დამიჯერე, ყოველ წელს ასეა. ამიტომ სჯობს, რომ 12-დან დაიწყო რა, ან თუ გინდა პირდაპირ მე-12 და მე-15 გააკეთე და მერე შენ გეგმას მიყევი, როგორც მოიწადინებ. მე-17 ტესტი კი ასეთია, თუ b და d ერთ ჯგუფში არიან, მაშინ ჩამოთვლთაგან რომელი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ თითოეული სტაჟიორისთვის დავადგინოთ, თუ რომელი ინსტრუქტორთანაა ის ჯგუფში. ისევ ჩავწეროთ x-ი, y და z, იმიტომ რომ სამი ჯგუფია და თითოეულს ინსტრუქტორი ბუნებრივია, რომ დაჭირდება და თუ b და d ერთ ჯგუფში არიან, ერთ რემარკს, ანუ რეპლიკას გავაკეთებ, რომ თან ცნობილია, რომ a და d-ც ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ. ამიტომ რეალურად ავტორი რო გელაპარაკება, რომ b და d ერთ ჯგუფში არიანო, სინამდვილეში გულისხმობს იმას, რომ a-ც მათთან ერთად არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ a და d ერთ ჯგუფში არიან, ხო? და რომელი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სრულად შეივსოს ცხრილიო. მოდი x-თან ჩავწეროთ, აბა a, b, d. რა მოხდება მაშინ? შესაძლებელია, რომ y-თან იყოს სიტყვაზე მაგალითად c და z იყოს s-თან, მაგ შემთხვევაში ამოქმედდა ბოლო პირობა და თუ e და z ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ b და x-ი ასევე ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ, ეგრეა. სხვათა შორის რას მივყვები მე ხა? მე მივყვები პირველ სავარაუდო ვერსიას, a ვერსიას, იმიტომ რომ ის ჟღერდა ასე, რომ x-ი და a ერთ ჯგუფში მოათავსეო. კი ბატონო, x-ი და a ერთ ჯგუფში მოვათავსე და x-ი და a ნიშნავს იმას, რომ a-სთან ერთად იქნება d და ცნობილია, რომ b და d-ც ერთ ჯგუფში უნდა იყვნენ. ამიტომ x-თან მოვათავსე a-ც, b-ც და d-ც, სხვანაირად გამორიცხული იყო და არ ყვევ ვისთან ვინ უნდა იყოს? ვერა, იმიტომ რომ როდესაც z და e ერთად არის, მაინც სრულდება ის, რომ x და b ერთად არის, მაგრამ შეიძლება რაღაცის გადანაცვლება. კერძოდ y და e იყოს ერთად და z-თან იყოს c და მაინც ყველაფერი დაცულია რა. ინსტრუქტორები, სტაჟიორები a და d ერთი და იგივე ჯგუფში, b და c სხვადასხვა ჯგუფში, e და z ერთად არ არიან და რაც გინდა მოხდეს რა. ამიტომ x-ი და a რო ერთ ჯგუფში არიან, ეს არაფრის მომცემია. კარგი. წავშალოთ ეს და შემდეგი ვერსია, y და c ერთ ჯგუფში არიან. თუ y და c ერთ ჯგუფში არიან, მე ვიცი, რომ ტრიო ABD უნდა ჩავწერო ერთ ჯგუფში. ეს შესაძლებელია განხორციელდეს x-თან, ABD აქ იქნება და მაშინ z-თან იქნებოდა e და ყველაფერი დაცულია, z და e ერთ ჯგუფში არიან და b და x-იც ერთად მოხვდა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი ვგონებ, იმიტომ რომ ეს ტრიო ABD შესაძლებელია z-თანაც იყოს და ABD თუ z-თან იქნება, მაშინ x-თან იქნება e და ესეც შესაძლებელია, რატო? იმიტომ რომ a და d ერთ ჯგუფში არიან, b და c სხვადასხვაგან არიან და e და z თუ ერთ ჯგუფში იქნებიანო, არ არიან ერთ ჯგუფში და რაც გინდა მოხდეს. აქაც ვერ ირკვევა რომელ ინსტრუქტორთან რომელი პერსონაჟი ჩაიწერება რა. ხვდები ხო ამოხსნის მეთოდს არა? შემდეგ z და a ერთ ჯგუფში არიან. z და a თუ ერთ ჯგუფში არიან, რა თქმა უნდა ცნობილია ის, რომ a და d ერთი და იგივე ჯგუფში არიან, მაგრამ b და d-ც ერთ ჯგუფში არიან, ამიტომ a, b, d ერთად იქნებიან. და აბა ამით თუ გაირკვევა ვისთან რა უნდა იყოს, დარჩა c და e, ხო? შესაძლებელია x-თან იყოს c და e იყოს y-თან, ყველაფერი დაცულია, a d ერთად არის, b და c სხვაგან, e და z ერთად არასოდეს იქნებიან, მაგრამ შესაძლებელია გაცვალონ პოზიციები და x-ი, e და
y და c იყოს, ამიტომ z და a შესაბამისად b და d ერთად რო არის, ეგ არაფრის მომცემია, ხო? ну, რაღაცის მომცემი არის, მაგრამ ზუსტად ვერ არკვევ ყოველ შემთხვევაში ვინ ვისთან უნდა იყოს. x-ი და c ერთ ჯგუფში იქნებიან, თუ x-ი და c ერთ ჯგუფში იქნებიან, რა მოხდება, რა? დავიწყოთ ამის გარკვევა. რა თქმა უნდა, ტრიო ABD ვეღარ ჩაიწერება x-თან. იმიტომ რომ შეუძლებელია 5 მაშველისგან დაკომპლექტებული ჯგუფი არსებობდეს, რადგან მაგ შემთხვევაში რომელიღაც ინსტრუქტორს სტაჟიორი აღარ დარჩება. ამიტომ ეს ABD ტრიო, ხო ვიცი რომ B და D ერთ ჯგუფში არიან და A და D ერთ ჯგუფში არიან. ამიტომ ABD ერთად უნდა ჩაჯდეს, x-თან ვეღარ ჩაჯდება. ეხლა მე რო ჩავწერო z-თან ABD და y იყოს s-თან, აი ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ A და D ერთ ჯგუფში არიან, B და C სხვადასხვა ჯგუფში არიან, E და Z თუ ერთად იქნებიან, არ არიან და რაც გინდა მოხდეს, ხო? მაგრამ ისმის კითხვა, გიო ხო შეგეძლო რომ გაგეცვალა პოზიციები და y-თან ჩაგესვა სიტყვაზე ABD. მე გეტყვი რომ ეგ არის შეუძლებელი და რატო? იმიტომ რომ თუ ABD ტრიოს შენ ჩაწერ y-თან, მაშინ z-თან უნდა იყოს e. იმიტომ რომ ეგ გადარჩა და თუ z და e ერთ ჯგუფში იქნებიან, მაშინ b და x-ი ერთ ჯგუფში უნდა მოხვდენო და ეს ვერასოდეს განხორციელდება, იმიტომ რომ x-ი და c ჩაგისვა ერთ ჯგუფში, ხვდები? შესაბამისად რა ხდება? ანუ ხდება ის, რომ აბსოლუტური სიზუსტით შეგიძლია თქვა, რომ თუ x-ი და c ერთ ჯგუფში არიან და ABD აუცილებლად ერთ ჯგუფში უნდა გამწესდეს, ეს ვერ მოხდება y-თან, იმიტომ რომ y-თან თუ იყო ABD, z უწევს s-თან და ამოქმედდა ბოლო პირობა და e და z-ის ერთად ყოფნა გიწევს b და x-ის შეკრებას, რაც შეუძლებელია. ამიტომ ABD ასეთ შემთხვევაში აუცილებლად როგორც პირვანდელ წყობაში დავწერეთ, უნდა იყოს z-თან და y-თან წავა დარჩენილი e და აი ეს არის სწორი პასუხი რა, როდესაც x-ი და c ერთ ჯგუფში არიან, 100%-იანი შეგიძლია თქვა, რომ z-თან იქნება b და d შესაბამისად a და e წავა y-თან და a d ერთ ჯგუფში არიან, b და c სხვადასხვა ჯგუფში არიან, თუ e და z ერთად იქნებიან, ისინი არ არიან ერთად და რაც გინდა მოხდეს, ხო? და იკითხავ მაშინ, რომ აქ ხო წერია პასუხში, რომ y და e ერთ ჯგუფში არიან, ეგ რაღაცო არ არის საკმარისი, ხო? ხო ხედავთ, რომ y და e ისედაც ერთ ჯგუფში არიან. აპრიორი ეგ პირველ რიგში ეგ რო დაგიწერონ, ეგ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე მაშინ ABD-ს ჩაწერ z-თან, ხო? მაშინ x-თან ჩაიწერება, რა თქმა უნდა, c, გაქვს მაგის უფლება. მაგრამ შესაძლებელია ესეთი რამე მოხდეს, როცა y და e ერთ ჯგუფში არიან, ეს ABD აიტანო x-თან და იქნება x-ი a b d და რასო დარჩა? c იქნება z-თან და ყველაფერი ხდება ისევ, ნახე a და d ერთად არის, b და c ერთ და იგივე ჯგუფში არ არიან, სხვადასხვაგან არიან და თუ e და z ერთ ჯგუფში არიან, არასოდეს არ მოხდება ეგ და ამიტომ ABD ხან x-თან არის, ხან z-თან არის, როცა აპრიორი y და e ერთად არიან, მაგრამ თუ აპრიორი x-ი და c დაგიწერეს, რომ ესე იგი ბოლო გადავხაზოთ, თუ აპრიორი ამოსავალ წერტილად თუ ის მოგცეს, რომ ჯერ x-ი და c ერთად დაწერეო, x-ი და b ვეღარ შეიკრიბება, ამიტომ აუცილებლად e უნდა მოვაცილოთ z-ს და ABD უნდა იყოს z-თან და e უნდა იყოს y-თან და e და z-ი მოვაცილე ერთმანეთს. აი ასე და ამგვარად, ამ ტესტში კი სწორი პასუხი იქნებოდა d, x-ი და c როცა ერთ ჯგუფში არიან, ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით ისაზღვრება. აი ეს არის თქვენი ბოლო ამოცანების კრებული, ზუსტად იდენტური იყო მეორე ვარიანტშიც და ნელ-ნელა მივყვეთ და ჯერ შენიც სცადე, პრინციპში უკვე შეძლებ მეორე ვარიანტის 2024-ის ბოლო ამოცანების გაკეთებას, იმიტომ რომ პირველი ვარიანტი უკვე სრულად დევს აი ამ ჯგუფში და ამით ამოვწურეთ ჩვენ პირველი ვარიანტი, ხო? კარგი, აბა დროებით.